გამარჯობათ. მოდი რადგან წინა გაკვეთილში ჩვენ ვისწავლეთ კლასების პაკეტებში ჩალაგება, ახლა ვისწავლოთ როგორ შეიძლება ამ პაკეტებიანი jar ფაილის გაკეთება. შევხედოთ ახლა ჩვენს ფოლდერების სტრუქტურას. ასეთნაირად გამოიყურება ეს. და შევიდეთ კლასის ფოლდერში და აქ გავაკეთოთ ჩვენი manifest ფაილი. აი ამ შემთხვევაში უკვე ჩვენ წერთ ესეთ რამეს main class და აქ წერთ არა პირდაპირ კლასის სახელს, არამედ კლასის სრულ სახელს. ანუ g how to code launcher. და ასევე გადმოვიდივართ მეორე ხაზზე აქ. ახლა ორი სტრიქონი იყოს ესეთი სახით. ახლა მოდი შევქმნათ jar ფაილი. და ამ შემთხვევაში ცოტა სხვანაირად ვიქცევით. ვიძახებთ jar -cvm ჩვეულებრივად manifest text და დავარქოთ ახლა ამას მაგალითად app jar და აქ ვუთითებთ ახლა g-ს და მორჩა ყველაფერს უკვე თვითონ გააკეთებს რაც საჭიროა. უგაცრავად მიმდინარე ფოლდერის შესვლა დამოვიწყდა cd classes და აი უკვე გაკეთდა ეს ჩვენი jar ფაილი და ვნახოთ ახლა გავუშვათ ის. და მშვენივრად მუშაობს ეს და ყველაფერი რიგზეა. აი ეს ჩვენი jar ფაილი, მოდი ახლა კიდე ესეთი ერთი რამ ვისწავლოთ აი ამ jar ფაილებთან დაკავშირებით. მოდი ვნახოთ თვითონ jar ფაილის შიგნით რა არის მოთავსებული. ამისთვის გამოვიძახოთ ესეთი რამ jar -table file tf და ესეთი სახელი, ანუ ჩვენი jar ფაილის. ამ შემთხვევაში იქნება apppack jar. და აი როგორც ხედავთ, აქ არის ის ჩამონათვალი თუ რა არის განთავსებული აი ამ ჩვენს manifest უკაცრავად ამ ჩვენს jar ფაილში. და ჩამოწერა აი აქ სია. როგორც ხედავთ, აქ არის meta-inf ფოლდერი, რომელშიც განთავსებული არის ის ინფორმაცია, რაც ჭირდება აი ამ კონკრეტულ jar ფაილს. მოდი ახლა ვისწავლოთ აი ამ jar ფაილიდან იმ კლასების ამოღება ისე, ვინაიდან ეს არქივის ტიპის ფაილი არის, შეგვიძლია ის ინფორმაცია, ის ფაილები, რაც არის, უკან ამოვიღოთ ამ jar ფაილიდან. მოდი ეს გადავიტანოთ ზევით, ერთით ზედა ფოლდერში. და აი აქ გავშალოთ ახლა რაც არის იმის შიგნით მოთავსებული. ოღონდ ჯერ დავუბრუნდეთ ისევ წინა დირექტორიას, ანუ ამ შემთხვევაში ჩემი პროექტის ფოლდერს. და მოვიქცეთ შემდეგნაირად jar -xf და აი აქ წერთ უკვე ამ jar ფაილის სახელს. საიდანაც გვინდა რომ ეს ფაილები ამოვიღოთ. ესე იგი ეს იქნება apppack jar. და აი მართლაც ხედავთ ეს ორი ფოლდერი ამოიღო meta-inf და აი ეს ფოლდერების სტრუქტურა g how to code და ასე შემდეგ. უკეთ რო შევხედოთ და მთლიანობაში გავიაზროთ, გამოვიძახოთ 3f ესეთნაირად და აი როგორც ხედავთ ეს ჩვენი class და source ფოლდერები და ეს უკვე g და meta-inf, საიდანაც რაც უკვე ამოვიღეთ ამ ჩვენ jar ფაილიდან და გავშალოთ ესეთნაირად. მოდი წავშალოთ ეს ახლა ჩვენ არაფერში არ გვჭირდება. და ამ გაკვეთილს და ამ თემასაც მე დავასრულებ. იმედია გამოგადგებათ ეს პატარ-პატარა ნიუანსები, რაც მოთი გაკვეთილის განმავლობაში შევისწავლეთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის.